საღამო მშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. მოდით დავიწყოთ აი დიპლომატიური სკანდალით, რომელშიც აღმოჩნდა ევროკავშირის საელჩო. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ელჩი მხარს უჭერს მის ქარტიას. საელჩო კი წერილობით აცხადებს, რომ არც ერთი პარტიის მხარეს არ დგას. მოდით აი ეს პირველ რიგში ეს ინფორმაცია და შემდეგ განმარტება რაზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მართლაც საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდია, როდესაც უკვე არჩევნებზე გავლენის მოხდენა კი არა, პირდაპირ ჩართულობას ვხედავთ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში. საინტერესო განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ ღიად განაცხადა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის ელჩთან და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო ევროკავშირის ელჩი, რომ მოუწია მას ასე ვთქვათ უარი ეთქვა ან გაენეიტრალებინა ეს მოცემულობა. ახლა რა განცხადება გააკეთა ევროკავშირის საელჩომ, ეს ერთია. რა თქმა უნდა, ახლა ღიად არავინ არ იტყვის, პირდაპირ ამას არავინ არ აღიარებს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერენ ან რომელიმე მხარეს უჭერენ მხარს, თუმცა ახლა ჩვენ ხედავთ, არც ბრმები ვართ, არც ყრუები, კარგად ვხედავთ, გვესმის თუ რა მოვლენების ეპიცენტრში ვართ, ხო? რა ხდება ბრიუსელში, რა ხდება სხვადასხვა ქალაქებში და გვესმის რა მხელა აქტივობა არის საქართველოს არჩევნების გარშემო. ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ნახეთ სხვადასხვა განცხადებები და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზანი, ადვილი ამოსაცნობია, ვერავინ ვერ მოტყუდება, ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოდით საინტერესო კითხვა დასვით, იმიტომ რომ მართლა განცხადებების ცუნამი მოედინება, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რა ხდება ასეთი საქართველოში? პასუხი დღეს ვიხილეთ, მე მგონი საღამოს იმ აქციაზე, რასაც ერქვა მარში, რომელიც იყო სრულიად ოპოზიციური პარტიების ოპოზიციური სპექტრის ორგანიზებული ღონისძიება, სადაც ნახეთ, რამდენიმე არ ვიტყვი, რომ არ შეიკრიბა ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ, თუმცა ეს არ იყო ის, რასაც ამის მობილიზებისთვის კეთდებოდა ეს პროცესი, ამისთვის იყო ეს ყველაფერი. ახლა, როდესაც ქვეყანაში ყავს ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ესაუბროს და დამალულია, ჩვენ ნახეთ, რომ დღეს ოპოზიცია დაემალა საკუთარ ამომრჩეველს. იქ არ მდგარა ოპოზიციური სახებ წინასაარჩევნო პერიოდში ვინ უნდა რა თქმა უნდა სცენაზე, იმიტომ რომ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსები დადიან მოქალაქეებთან შეხვედრებზე, ხვდებიან მათ და ცდილობენ მოიპოვონ მოქალაქეების, ხო ვთქვათ, ნდობა, ეს ამას უნდა აკეთებდნენ ოპოზიციონერები. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ძირითადად სოციალური ქსელებიდან ხდება კომუნიკაცია მათ ამომრჩეველთან ან ტელევიზიებიდან ან რაღაცა მიკრო შეხვედრების ფარგლებში ხდება, ასე ვთქვათ, მათი კამპანია, ეს მათი არჩევანი თუმცა ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ მათ არ აქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ კონდეთ ურთიერთობა პირდაპირ საკუთარ ამომრჩეველთან. მაგრამ დამტკიცებენ, რომ აქ იდეა და ეს იდეა არის ევროპა და თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას პერსონებს, იდეას მიეცით ხმა, ეს ცოტა უცნაური არჩევანის წინაშე. ეს ძალიან აბსურდული სიტუაცია, ხო, ახლა საქართველოს ქართულ ხალხს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული. დიდი ხნის წინ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არის ევროკავშირი, მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს არაფერი ახალი არ არის, ახალი შეთავაზება არ არის საქართველოს მოქალაქეებისადმი. ამას ელის ქართული ოცნების ამომრჩეველიც და ის 85% საქართველოს მოსახლეობის, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს. მაგრამ აქ რაზე ვსაუბრობთ, როგორ მივდივართ იმ ევროკავშირამდე, ამაზეა საუბარი. დღეს აგერ სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს უხმო, ზელენსკის უხმო, ეს არის ჩვენი ევროკავშირისკენ გზა. მე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, არც მოლდოვის გავლით გადის და არც უკრაინის გავლით გადის. არც იმ გზების გავლით გადის, რა გზებითაც ეს ქვეყნები მიდიან ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ისევე როგორც ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, ჩვენ ახლა ვართ უკვე კანდიდატი ქვეყანა და ზუსტად ვიცით, როგორი ქვეყანა უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი. მაგრამ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ უკეთ იციან, როგორი ქვეყანა შევა ევროკავშირში. პრეზიდენტმა შექმნა ქარტია, მოაწერინა ყველა ოპოზიციონერს ხელი და ის ამტკიცებს, რომ სწორედ ეს ქარტია არის ერთადერთი გარანტი იმის, რომ ოპოზიცია წაიყვანოს ქვეყანა ევროკავშირისკენ. ის ამბობს, რომ მოგების გარანტიც კი ეს ქარტია არის. რა სიტყვით ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ ქარტიას და საერთოდ რა თამაშს ეწევა პრეზიდენტი? ეს ქარტია ევროკავშირამდე კი არა.
ქაოსამდე მიყვანის გზა არის, მეტი არაფერი არ არის. ქარტია, რომელიც არაფერს არ ამბობს, არაფერს არ პირდება საქართველოს მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ იქნება არეულობა. მეც ვერაფერს ვერ ამოიკითხავ ამ ქარტიაში. არ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა ჩავაბაროთ ქვეყანა, ან მე როგორც ვთქვათ, უბრალო ამომრჩეველი უყურებ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მპირდება რაღაცას და არ ამბობს რას, ხო? ეს არის აბსოლუტური ქაოსის რეცეპტი, რა შეიძლება ქვეყანაში იყოს თუ არ იქნება კონკრეტული პასუხი. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ჩააბარო აბსტრაქტულ რაღაც არ ვიცი, ჯგუფსაც ვერ დავარქმევ, არც ვიცით ვის, ტექნიკურ მთავრობას ეძახის, თუმცა იქ რა არის, რა კომპოზიცია, არავინ იცის. ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როდესაც არის ერთ მხარეს, მერე ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ წაგებისთვის და მარცხისთვის არის ეს ყველაფერი განწირული. ყავს ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც მოქალაქეებთან ვერ შედიან ურთიერთობაში და ვერ ჩდებიან, იმალებიან. ყავს ჩრდილოვანი ლიდერი, მე ასე დავარქმევდი სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ მას არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს და კონსტიტუციური უფლება არ აქვს აკეთებდეს იმას, რასაც აკეთებს და ამას აკეთებს აბსოლუტურად კანონიერი ჩარჩოებიდან გასული და რა შეიძლება უწოდოთ, სად არის ბიულეტინში, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ის ასრულებს ოპოზიციის როლს, არსად, ხო? სად არის ჩემი ხმა ევროკავშირს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირი იღებს მონაწილეობას ჩვენს არჩევნებში, ესეც ხო მოტყუება მოქალაქეების. როგორ მიყავთ საქართველოს ევროკავშირამდე? ეს არის ის კითხვა, რომელიც უნდა დასვას თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ და ძალიან კონკრეტულად კითხოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აბსოლუტურად აბსურდს პირდებიან დღეს საქართველოს როგორ მიდის ეს ქვეყანა ევროკავშირში და რა არის მათი ბრიუსელის პოზიციაზე რას ფიქრობთ, რომ შეჩერებული არის ახლა გაწევრიანების პროცესი, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიის უკუსლა და გადახრა ავტორიტარიზმისკენ. როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ნარატივი და ძალიან მიჭირს სერიოზულად შევაფასო განცხადებები, როდესაც სიტყვა ავტორიტარიზმი საქართველოსთან მიმართებაში წერია ქაღალდზე. აი როგორ შეიძლება სასაცილოც არის ერთის მხრივ. ქვეყანაში სადაც არის აბსოლუტური თავისუფლება პოლიტიკური საქმიანობისთვის, პოლიტიკური პარტიების სიმრავლე ოპოზიციურ ფლანგზე, ტელევიზიების სიმრავლე, რომლებიც კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, სად არის მოლდოვაშია უკეთესი მდგომარეობა, იქ სადმე ისმის კრიტიკული ხმა, ფაქტიურად ჩახშობილია. უკრაინაშია უკეთესი მდგომარეობა დემოკრატიის თვალსაზრისით. ნიმუში და მაგალითი რა არის, რომელია საქართველოზე უკეთესი. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალური ქვეყანა ვართ და არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი, არაფერი გვაქვს გასავითარებელი, მაგრამ დღეს საქართველოს უწოდო ავტორიტარული სახელმწიფო ეს აბსურდია. ქვეყანა, სადაც, რა ვიცი, 10,000-ობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყავს, ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები თავისუფლად მოქმედებენ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ, ტელევიზია, მედია თავისუფალია. რა ნიშანია კონკრეტულად, რომ ასეთი შეფასებები გავაკეთოთ? რაც შეეხება ახლა დემოკრატიულ უკუსვლას, სად ვიყავით და სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რა ითვლება უკუსვლად? ესეც არარელევანტური შეფასებაა საქართველოსთან მიმართებაში. რეალობას თუ დავუბრუნდებით, არანაირი უკუსვლა არ არის, არანაირი დემოკრატია არ არის საფრთხეში, არც შავი დღე აქვს ამ დემოკრატიას საქართველოში, პირიქით ძალიან კარგად ვითარდება საქართველო, თუმცა ერთი რამ იქნებოდა უკეთესი, თუ აცდიან ქართულ საზოგადოებას განვითარებას, თუ ნაკლები იქნება გარედან ჩარევა და რაღაცა ხელოვნური სუნთქვით ოპოზიციური პარტიების ასე ვთქვათ გადარჩენა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებას შექმნის. მაგრამ გარედან ჩარევას, როდესაც გულისხმობთ, ის აქტორები, რომლებიც განცხადებას აკეთებენ, შემდეგი мотиваცია აქვთ, როგორც ისინი ამბობენ, რომ საქართველოს დაეხმარონ დემოკრატიის გადარჩენაში, სადაც თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მათ შევიწროებას ეწევა ხელისუფლება, რომ ამორჩეველს აშინებს, პირადობის მოწმობებს ართმევს და ასე შემდეგ. მთელი ეს ნარატივი კარგად იცით და აღარ გავაგრძელებ, ხოლო ეს აქტორები ამტკიცებენ, რომ ახლა საქართველოს ჭირდება დემოკრატია და ამის გადარჩენას ეხმარებენ. მოკლედ კეთილი мотивები ამოძრავებთ. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოში არის დემოკრატია, დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ამორჩეველს კონდეს შესაძლებლობა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. ეხლა რამდენად კარგია ოპოზიციური პარტიები, რამდენად კარგია ეს პარტია თუ ეს პარტია, ესეც ხო საზოგადოებიდან მოდის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
ბევრად უფრო ჯანსაღი სიტუაცია იქნებოდა, რომ არ იყოს ის გარე ძალების და გარე ჩარევები ჩვენ საზოგადოებაში, რაც ხელოვნურობას ქმნის და ეს აზიანებს ზუსტად ჩვენს პოლიტიკურ პროცესს და ეს უნდა ვთქვათ და ეს უნდა ალბათ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თუ კი ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოებიდან წამოვიდეს პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკური ცხოვრება შეიქმნას, ბევრად უკეთესი და ჯანსაღი იქნება დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავთ თავზე მოხუეულ, აი ხა დღესაც უყურებდით ხო პრაიდი შეუერთდა რომელი საზოგადოების დაკვეთაა ეს, რომელი ნაწილის ჩვენი საზოგადოების, რომ ეს იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ხო? ანუ ისეთ რაღაცებს ხედავთ, რაც ჩვენი საზოგადოებიდან ბუნებრივად არ მოდის ეს ყველაფერი და არის აბსოლუტურად ხელოვნური გარედან თავს მოხვეული. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მადლობა საუბრის